ნაპოლის დრამატული გამარჯვება, კვარაცხელიათი აღფრთოვანებული კონდე, ქართველების მორიგი წარმატება სერიაში, კიტაიშვილის და არაბიძის გოლები, რატომ გაბრაზდა წიტაიშვილის მწვრთნელი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ნეაპოლიდან, სადაც ვნახეთ თითქმის ყველაფერი, რაც შეიძლება ფეხბურთში მოხდეს. 2 საგამათო 11 მეტრიანი, ბევრი ყვითელი, გაძევებული მეკარე, იძულებით ჩამდგარი მცველი კარებში. დამატებული 11 წუთი და 96 წუთზე მოგებული შეხვედრა. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი მომენტებით იყო დახუნძლული ნაპოლის თამაში. კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და ტრადიციულად მთელი შეხვედრის განმავლობაში საკმაოდ აქტიური და გამორჩეული იყო. ქართველს კარისკენ დარტყმის 12 მცდელობა ჰქონდა. აქედან 4 ზუსტი იყო, 3 არაზუსტი, 4 დარტყმული კი დაუბლოკეს. ასევე მის აქტივშია 4 საკვანძო პასი. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, კვარამ სამწუხაროდ გოლის გატანა ვერ შეძლო, რაც ერთის მხრივ პარმას მეკარის ზიო სუზუკის კარგი თამაშის დამსახურება იყო. მაგრამ 79 წუთზე პარმა სწორედ ამ მეკარის გარეშე დარჩა. დროის გაყვანისთვის და უხეშობისთვის მიღებული ყვითელის გამო ის გააძევეს. იმის გამო, რომ პარმას ცვლილებები აღარ ჰქონდა, კარში შეცვლაზე შესული მცველი დელ პრატო ჩადგა, რომელმაც 2 გოლი გაუშვა. აქედან ერთი რომელო ლუკაკუს ანგარიშზე იყო, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. გამარჯვების გოლი კი ზამბო ანგისამ გაიტანა. იტალიური მედია კი ტრადიციულად წერს, რომ ქართველი მარტო იყო ყველას წინააღმდეგ. თუმცა იმედი აქვთ, რომ ლუკაკუ და სხვა ახალწეულები ქართველის დახმარებას შეძლებენ. აქვე გეტყვით, რომ საგრძნობლად გაძლიერებული ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პარმასთან დაპირისპირებამდე ქართულ შემტევზე ვრცლად ისაუბრა. მას პრესკონფერენციაზე კითხეს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ შესანიშნავ ფეხბურთელთან უმუშავია, როგორი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. კვარა პირველ რიგში ძალიან კარგი ბიჭია, რომელიც ძალიან პროფესიონალურად ვარჯიშობს. აქვს გაუმჯობესების სურვილი და ჩემი აზრით, სწორედ ეს არის შემდგომი განვითარების საფუძველი. ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მთელი ცხოვრება წინ აქვს. ხვიჩას აშკარად აქვს პროგრესის უნარი. ვცდილობ, რომ ტაქტიკურად რაც შეიძლება არაპროგნოზირებადი გახდეს. თუ მას მოედანზე მხოლოდ ერთ ზონაში დააყენებ, საბოლოოდ მეტოქეც წაიკითხავს სიტუაციას, ან 2-3 მეტოქე გაჩნდება მის წინაშე. ამის ნაცვლად კვარას, პოლიტანოს, ნგონგეს და დავით ნერეს, იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ერთ-ერთზე კარგად თამაში შეუძლიათ, ვთხოვ, რომ მხოლოდ ფლანგზე არ ითამაშონ. ცენტრში შეიძიონ, რათა უკეთ გამოიყენონ თავიანთი თვისებები. კვარაცხელიას განვითარება შეუძლია, არა მხოლოდ ტექნიკურ-ტაქტიკურად, არამედ განსაკუთრებით ხასიათის სიძლიერის და მენტალიტეტის თვალსაზრისით. კვარა უკვე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. იცით, რასაც ვფიქრობ მასზე. ყველაზე მეტად, რაც კვარაში მომწონს ისაა, რომ ტალანტია და ამავდროულად გუნდური მოთამაშეა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჯერ გუნდის განკარგულებაში იყოს ფეხბურთელი და შემდეგ მოდის ნიჭი. გაგვიმართლა, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია. შეგახსენებთ, რომ ნაპოლის 3 ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში სანაკრებო პაუზის შემდეგ სტუმრად კალიარის დაუპირისპირდება. დავრჩეთ იტალიაში და გეტყვით, რომ სერიაში ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა. ბოლონიასთან სტუმრად ჩასული ემპოლის ძირითადში 20 წლის საბა გოგლიჩიძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გოგლიჩიძე უკვე მეორე სეზონია, რაც ემპოლის ფეხბურთელია, მისი დებიუტი სერიაში სწორედ ამ შეხვედრაში შედგა და რაც მთავარია, ძალიან კარგად. მან შეუცვლელად 98 წუთი ითამაშა და მისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აქვე გეტყვით, რომ გოგლიჩიძე გახდა მე-7 ქართველი, რომელმაც სერია A-ში ითამაშა. რაც შეეხება შეხვედრას, ის ფრედ 1-1 დამთავრდა. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ დროებით გადაიდო ემპოლიში კიდევ ერთი ქართველის დებიუტი. ტორინოდან იჯარით გადასული საბა საზონოვი სათედარიგო და სკამზე იყო. თუმცა იმედია, რომ შემდეგ ტურში 15 სექტემბერს იუვენტუსის წინააღმდეგ ორივე ქართველს ვიხილავთ. ემპოლის 3 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და ჯერ შეხვედრა არ წაუგია. ახლა კი გეტყვით, რომ მორიგი გოლი გაიტანა ოთარ კიტაიშვილმა. ქართულის გრაცის შტურმა ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში ტიროლს უმასპინძლა და მეტოქე 4-2 დაამარცხა. კიტაიშვილის გუნდი თავიდან 2-0 აგებდა, მაგრამ ქართულის თავით გატანილი გოლით სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შტურმა მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება კიტაიშვილის პასით შეძლო. შტურმს 5 ტურში 12 ქულა აქვს და ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერია. სამხრეთ კორეის ჩემპიონატში კი პირველი გოლი გაიტანა გიორგი არაბიძე, თანაც 2. ქართველის ულსანმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 29 ტურში პუანგს უმასპინძლა და 5-4 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ულსანი მე-6 წუთზე არაბიძის ჯარიმიდან გატანილი გოლით დაწინაურდა. მეტოქემ მალევე გაათანაბრა. თუმცა პირველივე ტაიმში არაბიძემ დუბლი შეასრულა და მისი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეორე ტაიმში მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი შეცვალა. თუმცა
ნებისმიერ შემთხვევაში ამ ეტაპზე არაბიძის გუნდი 51 გოლით პირველ ადგილზეა. იმედია, რომ გიორგი შემდეგ შეხვედრაში შეძლებს გოლის გატანას. სამწუხაროდ ლიგა 1-ში სენტ-ეტიენის და ზურიკო დავითაშვილის ცუდი პერიოდი გრძელდება. ამჯერად ქართველის გუნდი ბრესტთან 4-0 დამარცხდა. შედეგად საწყისი 3 ტურის შემდეგ დავითაშვილის გუნდის ანგარიშზე 0 გატანილი გოლი და 0 ქულა. ზურიკოს სამივე შეხვედრაში საკმაოდ მონდომებული და აქტიური იყო, თუმცა მხოლოდ ერთი ფეხბურთელის აქტიურობას შედეგი არ მოაქვს. იმედია, რომ ყველაფერი შეიცვლება და ქართველის გუნდი მომდევნო ტურში შეძლებს პირველი ქულის მოპოვებას. გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ კი ლა ლიგის ახალ სეზონში პირველი ქულა აიღო. სედიზეც 3 მარცხის შემდეგ ვალენსიამ ვილიარეალს უმასპინძლა და ფრედ 1-1 ითამაშა. ქართველს ამ შეხვედრაში მხოლოდ 2 სეივი ჰქონდა. მამარდაშვილის გუნდი მომდევნო ტურში მადრიდის ატლეტიკოს შეხვდება. ახლა კი გეტყვით, რომ ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში სატრანსფერო პანჯარა დაიხურა. ლევანტეს მთავარი მწვრთნელი ხულიონ კალერო კი გახარებულია იმის გამო, რომ გუნდის გამორჩეული ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის შენარჩუნება შეძლეს. შევინარჩუნეთ ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორებიც ქოჩორაშვილი და პაბლო მარტინესი არიან და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვართ. თუმცა სხვა შემთხვევაში მოგვიწია დათმობაზე წასვლა. ასე ხდება, როდესაც ფინანსურად ძლიერი არ ხარ. მიხარია, რომ სატრანსფერო ბაზარი ავად თუ კარგად დაიხურა და კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც დარჩა. ახლა ჩემი ყველა ფეხბურთელის ყურადღება 100%-ით ლევანტესკენ არის მიმართული და ეს სწორედ ის არის, რაც მსურს. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ქოჩორაშვილი და მარტინესი არიან, ან მხოლოდ ჩვენთან დარჩნენ, დიდ იმედებსაც გვისახავენ. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქოჩორაშვილის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერებოდა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ის კვლავ ლევანტეს ღირსებას დაიცავს. გიორგი წიტაიშვილმა კი გრანადაში დამკვიდრება საკმაოდ სწრაფად მოახერხა. გიორგი ლა ლიგა 2-ის სამივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. მართალია ჯერჯერობით შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, თუმცა მის თამაშს ესპანეთში დადებითად ეხმაურებიან და საკმაოდ მაღალ შეფასებასაც იმსახურებს. წიტაიშვილი ვილისანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, რის გამოც გრანადას ქართველის გარეშე მოუწევს მომდევნო ტურში თამაში. ამის გამო კი გრანადას მთავარმა მწვრთნელმა გილერმო აბასკალიმ უკმაყოფილება გამოხატა. როდესაც სანაკრებო შეხვედრების დრო მოდის, საკლუბო ტურნირებში პაუზა უნდა იყოს. სეზონის განმავლობაში მსგავსი პანჯარა 5-ია. შესაბამისად, წიტაიშვილის მსგავს ფეხბურთელებს, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში იძახებენ, სეზონის განმავლობაში შესაძლოა თავიანთი კლუბის 8-10 შეხვედრის გამოტოვება მოუხდეთ. ეს უნდა დარეგულირდეს და ყველა თანაბარ პირობებში უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის 2024-25 წლების ახალ სეზონს 7 სექტემბერს ჩეხეთთან თამაშით იწყებს. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ფეხბურთელებს. და აქვე, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგრჩეს შემდგომი საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეები ქართველ სპორტსმენებს. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.